აი, თუ ჩართების იქა, მაშინ დავიწყეთ. აქ მიწვარზე არ მოგედა. თუ სამწუხაროდ. ჩართე. აი, ჩამირთე რა ეგ. ჩამირთე. დაუცი. უშა. დაუცი. აი, გამარჯობა მოგესალმებით ყველას. დიდი მადლობა ჩართულობისთვის, აქ ყოფნისთვის და მხარდაჭერისთვის ამ სპორტის. უმეტესობას ხედავ რომ ჩართულები ხართ და ძალიან მიხარია და მაგალითს ვაძლევთ სხვა დარბაზებს და ადამიანებს, ვისაც რაღაცა ის სპორტული ჟინი აქვს, რომ ყველა ენერგიის დახარჯვას აზრი აქვს და დაფასდება აუცილებლად. პირველ ვარჯიშს არ ვთვლი ახლა რაც იყო, ყველა ვიცით ტკივილია, მაგრამ სამომავლოდ ვისწავლით რა როგორ უნდა გაკეთდეს ყველა ვარჯიში. ჩემპიონთა აკადემიას დიდი მადლობა მასპინძლობისთვის. ჩემპიონთა აკადემიის წევრებს და ივიკოს ხეიძის წევრებს დიდი მადლობა, რომლებიც გვეხმარებიან ძალიან მაგრად რომ ჩავატაროთ ეს ღონისძიება კარგად. რაც შეეხება რეგისტრაციას, დღეს თავდება რეგისტრაცია ამ სეზონის და გააქვთ შანსი რომ დღეს დარეგისტრირდეთ და შეეჯიბროთ, იმიტომ რომ წინა ვარჯიშზე ისეთი ფატალური შედეგები იყო, რომ ისევ სულთა ფურცლიდან ვიწყებთ შეჯიბრს, ასე რომ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ დღესაც. რაც შეეხება მეორე სეზონს, დღეს დამთავრდება რეგისტრაცია, ვინც ვერ მოახერხა დარეგისტრირება ამ სეზონზე, კიდე 2 ივენთი იქნება ამის მერე ჩასატარებელი. შემდეგი სეზონი იქნება ოქტომბრის თვეში, სადაც უკვე ყველა შეგიძლიათ რომ დარეგისტრირდეთ. ცოტა არევა გვაქვს, ნიჩიო. აი, ეს ჩემპიონატი ვერ იქნებოდა სპონსორების გარეშე და უდიდესი მადლობა მინდა გადაუხადო ისიპარის, რომლებმაც სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს გოგუების დივიზიონს და მათი საპრიზო ფონდი თავის თავზე აიღეს მთელი წლის. მადლობა ისიპარის. ასევე დიდი მადლობა ჰიდროფლასკს, ვისი საჩუქრების გადაეცემათ მონაწილეებს და ასევე დიდი მადლობა Red Bulls ივენთის სამგზელს. აქ გადავიდეთ ახლა ათლეტებზე, ვინც უნდა შეეჯიბრონ დღეს ერთმანეთს. დეა კუპრაძე, ჩემპიონთა აკადემია, თუ შეიძლება. ცოტა ამაში ვაგვიანებ. აი, კრისტინა ფაცაცია, ვორტექსი. ლევან გუდიაშვილი, ჩემპიონთა აკადემია, თუ შეიძლება ლევან. რუგატი კალიშვილი, ვორტექსი. აკი, ორი სიტყვით რა სიტყვი ამ ჩემპიონატზე და ამ ტურნირზე. ძალიან გვიხარია. ისნავთ უკვე ვიდეოდა. რა სიტყვი ჩემპიონატზე და ამ წამოწყებაზე საერთოდ. მადლობა დიდი. ყოველ სეზონზე ვიქნებით ჩვენ და ჩაერთვებით. დეა, თუ შეიძლება აპლოდისმენტები. რა სიტყვა. მადლობა. ცოტა გამოიწვევთ. ჩვენ კარგში ყველგან ერთად ვართ. მადელი, ეს სოციალური. თავარია უსაფრთხოდ იყო. რა სიტყვი ამ ტურნირზე? სასწაულია, ძალიან მაგარია და გეგმაა რომ ნორების გარეშე ჩავატარო ეს ნაწილი მაინც. წარმატებები გქონდეს. იგი მადლობა, მაგრები ხარ.
ეხლა გადავიდეთ მიზეზი რაც არის აქ შეკრების არის ანონსი დღევანდელი ვარჯიშის გამოვაცხადებთ. ეხლა თუ შეიძლება ათლეტები ცოტა გამოიწეთ და მოვატრიალოთ. აი, დღევანდელი ვარჯიში არის push-ზე ტემპო ქვია. 10 წუთი არის as many round as possible. 5 deadlift-ი, 10 box jump-ი, 15 hand release push-up-ი. ეს არის ელიტებისთვის, ანუ პროფესიონალი კაცებისთვის. მოყვარულებისთვის არის 5 deadlift-ი, 10 box jump-ი და 10 hand release push-up-ი. ოღონდ 50 კილოთი, წონა არ გამომიცხადებია პროფებში და 80 კილოა. რაც შეეხება გოგონებს, იგივეა 5 deadlift-ი, 5 box jump-ი და 5 hand release push-up-ი, ოღონდ 30 კილოთი. ანა დამიკავერ წამს და სურპრიზად every round plus 5 hand release push-up. ანუ ყველა რაუნდზე დაგვემატება ხოლმე პლუს 5 push-up. როდესაც დავიწყებ 5 deadlift, 10 box jump, 15 hand release push-up-ი, მეორე რაუნდზე 5 10 20, მესამეზე 5 10 25, მეოთხეზე 5 10 30 და ასე შემდეგ. всё, მე მგონი თუ შეიძლება head judge რო აუხსნას ათლეტებს დეტალები ამ ვარჯიშის ჯაჯებს ხო რო აჩვენოთ ზუსტად რო იცოდნენ წესები და შემდეგ გახურებაზე გადავიდეთ. ათლეტებმა თუ შეიძლება მოусმინოს head judge რაზე უნდა გააკეთოთ აქცენტი რომ ვიცოდეთ რომ ნოურეფები არ გქონდეს. მიკროფონი ხო არ გონდა? არა, ხო ამაღლა გამოაცხადე რომ ყველამ გაიგოს. გამარჯობა. მე ვარ ანა. ათლეტები შეიძლება მოხდეთ უფრო ახლოს და კარგად დააგდოთ. ნიკოს ხოლმე გახმარებას ხმარებას. რეპები. კაი. დედლიფტი. პირველი მოძრაობა არის დედლიფტი. პირველი მოძრაობა არის დედლიფტი. ვიწყებთ სახით აქეთ. აი მე როცა ჩაირთვება, შემოტრიალდებით, მხოლოდ მაშინ ვიწყებთ დედლიფტის გაკეთებას. როგორ გამოიყურება დედლიფტის ერთი რეპი? შეგიძლიათ პროფილიდან შეხედოთ ათლეტებმა, რომ კარგად დაინახათ. როგორ? არა, შენ არ გეუბნევ ისე. ორივე ხელი უნდა მოვკიდოთ შტანგას და ავიტანოთ ყველამდე. ქვემოთ დადენიკო? ქვემოთ თებშები უნდა ეხებოდეს იატაკს რეპის დასაწყისში. აიტანებ ახლა. და ამ დროს მუხლი, მენჯი უნდა იყოს გასწორებული და მხრები ძელს უკან. გასაგებია? ოკეი. დადა? მოდი ვანახოთ ნოურები. ნახე მენჯი როცა არ სწორდება ძალიან ხშირია, შეხედეთ? პატარა განსხვავება რო არის თქვი რა. პატარა განსხვავება არის რა. ეხლა რეპი გააკეთე, კარგად. ხვდებით განსხვავებას? კარგს მოუჭირეთ და გამოგივათ. ოკეი. ამის მერე 5 დედლიფტის მერე. ცოტა აქეთ გამ. 5 დედლიფტის მერე გადავიდეთ box jump-ებზე. ხო, სახით იქით ვაკეთებ. ორივე ფეხი გავართ ჯერ იატაკზე, ეს არის რეპის დასაწყისი. ორივე ფეხი ვხტებით 5-ზე. ისე რომ ნახეთ ორივე ფეხი დევს 5-ზე და არა ესე. სწორდებით მუხლებში და მენჯში და ჩამოვიდეთ ხოლმე როგორც ვიდა. ისევ რეპის დასაწყისი. გააკეთეთ სამი კარგი რეპი. შეხედეთ? მენჯი და მუხლი ვარია სწორად ეს. no რეპი ვანახოთ, ოდნავ არ გაიმართო. აი, საღო, კაი იყო, საღო. მოიწმოდი, ჯერ გავაკეთებ მენჯი როცა არ სწორდება, ბოლომდე ანახეთ. და ეგრევე ჩა. და ჩამო. წეღა როცა გააკეთე, სწრაფად რო ჩამოხვედი, კაი იყო. ჩაჩი. ჩამო. მუხლები საკონი. ნოურები არ გამა. და ასევე შეიძლება მენჯი და მუხლი განსწორდეს. გადმოხტომის დროს ესეც არის ნოურები. აბანახე. აი ეს ნოურებია. გამოვიდა.
გამოგივიდა ეს ცოტა. კიდევ ხელების მიხარება არ შეიძლება. აი მაგალითად ეს ხელების მოკიდება ფეხებზე, ან ხუთზე, ან რამის სხვა. რამის სხვაზე არ შეიძლება. ნუ რა თუ კიდევ თავზე მოიკიდა რა პრობლემა. აი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია push-up-ი ვაჩვენოთ ის. Push-ups ხნია? ისმე. დიახ. ხო, ეგეც არ გიქვამს. კარგად, მოდი. ნახევარ ხუდევს ფეხი, არის მთლიანად. აი ნოვრები ანახე. აი ეს არის ნოვრები. მთლიანი ფეხის წერტი, ორივე ფეხის წერტი ეს 20-ზე, ოკეი? აი, შემდეგ. ჰენდრილის push-up-ი. push-up-ი დავაი. კაცებისთვის არის ჰენდრილის push-up-ი, პლანკის პოზიციაში ვიყავ, მიყოლაზდაკი. პლანკის პოზიციაში იდაყვები გაშლილი არის და პლანი არის 1 სწორი ხაზი. ჩადება ანა. ჰენდრილის push-up, როწერია ჰენდრილის push-up from knees. შეიძლება ხელების არ აწევა ჰაერში, ანუ მაგალითად ჩვეულებრივი push-up-ი გაკეთე, ხელები არ აწევა. ეს არის ნოვრები, ხელები აუცილებლად უნდა აიწიოს. ეგეც ნოვრებია, ხელები ორივე მთლიანად უნდა ასწდეს იატაკს და ჰაერში უნდა იყოს. ეხლა ზემოთ ასვისას იდაყვები უნდა იყოს აუცილებლად გაშლილი. ანუ ესე. ძალიან ეხება. ეხლა გააკეთე ის რომ არ გაგეშალოს, ნახეთ? ეს კიდევ უფრო ნათლად განახე. აი ესე. ეს არის ნოვრები, იდაყვებს უნდა გაშალოს. აი, და ის ყველაზე ბოზობა რაც არის ეგაც ვაჩვენე. არქისებრი ამოსვლაც ზემოთ არ შეიძლება. ნახეთ? შეხედეთ ჯერ ზედატანი რომ ამოდის და მერე ფეხები. მუხლებზე არ დარჩეთ. აწით მთლიანი ტანი ერთად, ან ჯერ ფეხები ერთად და მერე ტანი. ხედავთ? აი, ეს ძალიან არის ერთი კითხვა და ვაკითხინოთ რა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ეს იქნება ყველაზე ხშირი, რა ვთქვა. ეს არის მნიშვნელოვანი კაცებისთვის, იმიტომ რომ ძალიან ხშირად იციან ხოლმე რაკის ჩაგდება. ეს არის კითხვა დაიბადა. Box jump-ის ძროა, ჩამოსვლის დროს არის რომ ფეხის წვერი და იმ წუთასა ხდება ორივე ფეხი ბოლომდე უნდა არა, ერთი და შეუძლია. box jump-იდან რომ ჩამოვალ ორივე ფეხი იატაკზე უნდა იქეთ სრულად. როგორ ჩამოხვალ არა აქვს მნიშვნელობა, შეგიძლია ერთი ჩამოხვიდე შეიძლება ჩამოხვიდე. როგორ ჩამოვალ არა. თავარია რომ ფეხი იფიქეთ. რეპის დასაწყისი გავიმეორებ რაც უკვე ვთქვი, არის იატაკზე დგომა ორივე ფეხი. ყველა რეპს ვიცხებ ეს. ოკეი? აი, გოგოებზე თქვი, ნო ნი hand release knee. აქეთ გამოდი, ანა, აქ დინამიკის პონჩი, აქეთ ხარ ეს გამოდი და ოკეი. hand release knee push-up-ი. მუხლებზე ვყავართ მოდიფიცირებული პლანკის პოზიციაში, შეხედეთ გოგოებისთვის ეს. ჩავდივართ ქვემოთ, ხელებს ეწევთ მაღლა, ავდივართ ზემოთ, იდაყვები გაშლილი. გასაგებია? რეპის დასაწყისი ყოველთვის ზედა პლანკის პოზიციაა. ო, კი. გაქვთ კითხვები? ნოვრებებზე და რეპებზე? დარბაზშიც კითხვები? არ მოგერიდოთ იკითხეთ, რომ მე ნოურეფები არის. კითხვები? ნოვრებების. არ არის მე მგონი. არ არის. ოკეი. უთი სიმაღლე ხუთი სიმაღლები კაცებზე არის 60 სანტიმეტრი, ელიტარულ კატეგორიაში. ეს არ ვიგითებია. კატეგორიაში და ქალებისთვის არის 50 სანტიმეტრი. იდა? ონა კაცებზე, მოყვარული კაცები ყავს მხოლოდ არის 50 კილოგრამი დედლიფტი და ქალებზე 20. აქ არის 60. გადაღების კუთხე დედლიფტისთვის და ეს დღეისთვის ნაკლებად არის უფრო გადაღების კუთხე დედლიფტისთვის და ბოქს-ჯამპისთვის უნდა იყოს ან პროფილით, ან დიაგონალზე. ჰენდრილის push-up-ი საერთაშორისო იქით გააკეთეთ. ოკეი? როგორ? არა, რეპის დასაწყისი ბოქს-ჯამპზე არის მთლიანად ორივე ფეხით. აქეთ დავუკვირდეთ. მთლიანად ორივე ფეხით გავარ და მერე ვხტები. ოკეი? ოკეი. არის კიდევ რა კითხვა? აი, თუ კითხვები აღარ გაქვს, მოვარჯიშეებს შეუძლიათ დაიწყონ გახურება. შეგიძლიათ გახურდეთ, თუ გინდა დაიწყეთ უკვე გახურება. აი, რამე კითხვა ხო არ არის დარბაზში?
აი, ვარჯიშს გავუმეორდები ისევ, იმიტომ რომ ბევრისთვის გაუგებარი იყო. კაცებისთვის არის 5 დედლიფტი 80 კილოიანი შტანგით, 10 ბოქს ჯამპით, 15 ჰენდრილის პუშაპი. ეს არის დასაწყისი პირველი რაუნდი. 60 სანტიმეტრიან ყუთზე ვხტებით და ყველა რაუნდზე ემატება 5 ჰენდრილის პუშაპი. რაც შეეხება მოყვარულებს, იგივეა ყველაფერი და 50 კილოგრამი არის დედლიფტი 80-ის ნაცვლად. რაც შეეხება გოგონებს, მუხლებიდან აკეთებენ აზიდვას და 5 ჰენდრილის პუშაპიდან იწყებენ. 50 სანტიმეტრი არის 5 გოგოების შემთხვევაში. კარგი. ჯონი, რას გვეტყვი ამ ტურნირზე? ფანტასტიკური მოფიქრება. ო, და რატო ფიქრობ? იმიტომ რომ მაგრამ კოჰაბიტაცია. ხო, მაგრამ იხარია რა ეგ. Bravo. ითქვა მაქვს მუსიკასთან, რომელსაც წინა ვარჯიშზე დააგდა ყველა რეპი. და თითო რეპი ჩვენგან ყველას გაგზავნა და გითხარი შენი აზრი ამ ტურნირზე. მონაწილეებს შევრო, ყურადღება გააკეთონ, არის და ტექნიკას მიეცენ ყურადღება. ეგაა მთავარი. ეგ ყოფილა მთავარი ამ ცხოვრებაში. კიდე ვის ვკითხოთ? როგორ მოგეწონა ვარჯიში? ვიდეოდან გიყურებდით. შენ. კარგი ვარჯიში იყო. ჩემს და მაინც თემი დაუჭირე და თქვა ნორმალური იყო. ესეც ეფექტივადებული საკეთესი იქნებოდა, მაგრამ ხო. მადლობა. ბარბარე, გითხარი შენი აზრი ამ ტურნირზე. შენ როდის ჩაერთვები? ხო და მიზეზია ეხლა და დაბრუნდი. რა სიტყვი ამ ტურნირზე? ჩვენს ძმას დავე. არაფერს არ დავე. ხო და ერთი წლის არა, ოქტომბრი. არა, ეს არ გავა. მაშინ შეიძლება. იქითა წლიდან ხო იცი, ანუ ეხლა პირველი წელი როა მაგიტოა გოგოების ჩერეული რა. თორე იქითა წლიდან იქნება დაყოფა ეგეც. აი, მაგას მე ხმამაღლა. ამ სეზონზე რადგან პირველი წელია, გოგოების დივიზიონი იმიტომ არის გაერთიანებული, რომ პროფების ნაკლებობა ამ სპორტში ერთი წლის თავზე იმედი გვაქვს, რომ ბევრი პროფი გამოჩნდება და შემდეგ დაიყოფა, იქითა წლიდან დაიყოფა დივიზიონი გოგოებშიც მოყვარულები და პროფესიონალები. ასევე ასაკობრივი დაყოფაც იქნება. იქნება იუნიორები, სინიორები, მასტერები და ასე შემდეგ, როგორც წესი და რიგია. რაც სტანდარტებში მოცემული არ არის, პატარა შპარგალკასავით მოგცემთ რა. თუ ჩვენ რაღაც სტანდარტებს არ გაძლევთ, თქვენზეა დამოკიდებული, როგორც გინდათ, ისე გააკეთებთ რა. ეგ თუ ჩვენ არ მოგეცით და რაღაცა გაგვეპარა, გამოიყენეთ რა. პროსტა სტანდარტი რაც არის მოცემული, ეგ უნდა გავაკეთოთ, თორე ნოურეპი გამოდის ყველაფერი. ჩემ ძმას, რა სიტყვი ამ ტურნირზე? კარგი წამოწევა, ყველას თემანელა დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩემპიონთა აკადემიის წევრებს და ილიკოს კეიჯის წევრებს, ასევე ჩვენ სპონსორებს. ისიპ არის უდიდესი მადლობა გოგონების ხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის. ასევე Red Bull დიდი მადლობა, Hydroflask დიდი მადლობა. აი, მზად ვარ? აწმედები გახურებულები ვართ, გოგონებს ვეკითხები, თუ გახურებულები ვართ, მითხარით თუ არა და შეგიძლიათ კიდე გახურდეთ. ბიჭებს შეუძლიათ იკითხარეს გააგრძელონ გახურება.
ჩართო დროს? სულ ერთია. ანუ 10 ქვემოთ მოყვება, ხო? ხო. აი, დედბირთიდან ვიცი. არა, ჯერ არა, ტესტა. ოკეი, ზე ეგრევე იწყება, ხო? ზე ინტერეს დააწევი და 10-იანი ხომ. აი, მზად ვართ. კითხვები ხომ არ გაგვიბრებზე ნოვრებებზე? ყველაფერი იასნია. განწყობა? მუდამ საბრძოლო. განწყობა? ძალიან მაგარი. რა თქვი? მაკედან გააკეთე, ხო? სახით აქეთ ხარს. აი, მეგობრებო, აგზნობინეთ, თუ აქ ხართ დასასაფორთებლად და ხოდი. ჩვენი community-ის თავარი საერთო რაც გვაქვს არის ხოდი და ეგ გამოგვარჩევს ყველას და ერთმანეთს გვერდში დაუდგეთ. არა აქვს მნიშვნელობა ჩვენი დარბაზის წარმომადგენელია თუ სხვისი, რადგან აქ არის ესე იგი ერთი ვართ და ყველა გავამხნევთ. დავაი თუ ხოძზე ვართ დავცხოთ. სახით იქიდან ხდებიან, ხო? სახით იქიდან რომ გავაკონტროლოთ ეხა ამ შემთხვევაში იქიდან. ლიზა პადელის ნაკრები ჩვენთან არის. აი, მზად ვართ. კამერაში არ ჩასწრებით და დაგავწიო რამე. ხო, ესია. თქვენი აზრი გვაინტერესებს ამ ტურნირის შესახებ, იმიტომ რომ თქვენ ას პატივს ვცემთ. მოგესალმებით, ძალიან მადლობა რომ საქართველოშიც დაიწყო ფუტბოლის პოპულარიზაცია. და მინდა რომ ყველას მოგვიწოდოთ საქართველოსთვის. იო. იხარი 1-2 სიტყვა რა. მადლობა, შენი განხრევების სტილი ალბათ ცნობილია თქვენებისთვის. დავაი, დავწყოთ. ათი, 9, 8, 7, 6, 5, 4, 3, 2, 1, let's go! Let's go! დავაი, 10 წუთი ვართ იცობენ და გავამხნევოთ, დავაი. მოდი არ დავაყოთ აქედან, მიდი. Bravo! Full tempo. Bravo! ძალიან მაგარ ხოცი არიან გოგოები, საყო. დავარია ხარისხიან გავაკეთოთ. არის გარო ჩემი შევა. დავაი. ატავი ქართულად ბაზრობს. არა, ძმაო, მარტო რუსულად. ეთქი რაღაცას მითხავდა რუსული ისე არ ვიცი რომ არ მითხავ მაშინ. ერე რომ დამთავრდა. დავაი, მიდი, ხოც არ ვარდეთ, მიდი. დია საყო, კრისტინა, დავაი, მიდი, შეგიძლია, მიდი. მაგარ ხოძზე არიან გოგოები? მიბაძეთ. გოგოები ყოველთვის სხვა ხოძზე არიან, რა უნდა მოვიდეთ. საყო, კრისტინა. დავაი, დია. დავაი, გავამხნევეთ ცოტა, მიდი. დავარი არის ხარისხი, ძალიან უიჩქარეთ. დავარია ხარისხი, აიად გააკეთეთ. ინტერ 8 წუთი არის, დავაი. Let's go!
ჯაჟები მოწოდების სიმაღლეზე არიან. დიდი მადლობა ჯაჟებს. დავაი, კრისტინა, საღოლ, დავაი, მიდი, მაგარი გოგო ხარ. საღოლ, დეა, საღოლ. მეტი შეგიძლიათ, მიდი. Let's go! Let's fucking go! დავაი, ხოძევა, წილი. 6 წუთი და 45 წამი, კოჩა. ადრები ხარ, საღო! ოპა! დავაი, მაგრები ხარ ძალიან, მიდი. 6 წუთი და 15 წამი. მაგარი გოგოები ხარ, საღო. გააქვთ ენერგია კიდე ბევრი, დავაი. ცოტა გაგვიჭირდა მაგრამ მან უნდა ვიმაგროთ, დავაი. მიდი კრისტინა, მიდი იდეა, საღო. გავამხნევ, სიჩუმე, ნუ არის 5 წუთია დარჩენილი, გავამხნევ. Let's go! გააქვთ ბევრი ენერგია, მიდი. წავიდე! საღო, კრისტინა, საღო. დეა, ბრავო! ძალიან მაგარი გოგო ხარ, გავამხნევოთ, რატოა სიჩუმე? ეს დაგჭირდებათ რომ მოხვალთ აქ და გავამხნევოთ. როცა გაამხნევე?